და პროსტატის სიმსივნური დაავადებათა რისკი. სხვადასხვაებულია, რომ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეუძლია მოსახლეობაში განავითაროს უნაყოფობა, ალერგიული რეაქციები, ონკოლოგიური დაავადებები, გენეტიკური სიმახინჯეები, პათოლოგიები, ნაყოფის დაღუპვა, ჩვილთა სიკვდილიანობა, გართულებული ფეხმძიმობა, იმუნიტეტის დაქვეითება, მოსახლეობასა და ცხოველებში სიკვდილიანობის მატება, ბიომრავალფეროვნების მკვეთრი ცვლილება და გარესამყაროს მდგომარეობის გაუარესება. აღსანიშნავია გენმოდიფიცირებული თევზის ლიფსიტების საკითხი, რომლითაც მარაგდება გარკვეული თევზსაშენები. ერთი საკითხია მისი საკმაოდ გამოყენება და მოხმარების ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედება და მეორე გენმოდიფიცირებული თევზის, მაგალითად კალმახის, მდინარეში შემთხვევით მოხვედრა, რაც ბუნებრივი თევზის გადაჯიჯებას და განადგურებას გამოიწვევს. რისთვის კეთება ეს ყველაფერი? ნუ მოდით პლუსები დავიწყოთ. როგორც თვითონ წარმოებელი ფირმები ამბობენ, აი ეს არის ამ პროდუქტის პლუსი. დავიწყოთ იმით, რომ ყველაზე მთავარი იდეა, რაც ამოძრავთ ამ უზარმაზარ კორპორაციებს, ეგ არის დავაყუროთ შიერი მოსახლეობა. ანუ ლაპარაკი არის განვითარებად ქვეყნებზე. კონკრეტულად კი აფრიკის კონტინენტზე. არ ვიცი რამდენად ჩვენ ჩაგთვალეს, ნუ საქართველოზე ამ შემთხვევაში ლაპარაკი, რომ ჩვენ გვაქვს საკვების პრობლემა და არ ვიცით და არ შეგვიძლია მოყვანა ნორმალური პროდუქტის და ისეთი რაოდენობის, რომელიც დააყურებს საქართველოს. ამას ვერ გადავდით, რატომ არის ჩათვლილი, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად საჭიროება ჩვენ ხალხს ეგეთი გენმოდიფიცირებული პროდუქტი. ნუ თუ არ შეგვიძლია ტრადიციული, კლასიკური ბიომეთოდით მოყვანა იგივე პროდუქტის, რაც ჩამოვთვალეთ და არანაკლები რაოდენობით. მე ვფიქრობ შეგვიძლია. მეორე მომენტი, ესე იგი პირველი არის დაპურება მოსახლეობის, მეორე მომენტია ვითომ და გაიოლება ფერმერისთვის საქმიანობის. მაგალითად, ლაპარაკი არის ჰერბიციდულ ეფექტზე. წარმოიდგინეთ, რომ ფერმერი თესავს გენმოდიფიცირებულ სოიას, რომელსაც გააჩნია ჰერბიციდების მიმართ ნაკლები მგნობიარება. დათესეს მინდორში სოიასთან ერთად ამოვიდა უამრავი სარეველა და ამ დროს ადამიანი ასხავს ამ მინდორს სპეციალურ ჰერბიციდს, სოიო რჩება, სარეველა ისპობა. რა თქმა უნდა, აქ ჩანს ეკონომიური ეფექტი. ანუ ნაკლები ჰერბიციდი ჭირდება ჯერ ეს ერთი და მეორე სოიომ გაუძლო, მაგრამ სხვა კუთხით რო შევხედოთ, რა დარჩა სოიოში. ანუ რა ხომ აითვისა ჰერბიციდი, მე სხვა არსად არ გაქრა. ეს დარჩა ყველაფერი სცენარიაში. მე ეს გადმოდის უკვე ემულგატორების სახით პროდუქტებში, სოიას რძეში, სოიას კარაქში, სოიას ხაჭოში და თითქმის არ არსებობს პროდუქტი, სადაც არ არის გამოყენებული სოიას ემულგატორი. ბუნება იწყებს ბრძოლას აი ესეთ ჰერბიციდთან. და რამდენიმე წლის შემდეგ ამ მინდორში ჩვენ გვეყოლება ისეთი სარეველა, რომელსაც შეიძლება სუპერ სარეველა დავარქვათ. ანუ რომელზეც უკვე ვერაფერი ვეღარ იმოქმედებს, ვერანაირი ჰერბიციდი. ანუ ჩვენ მივიღებთ ფაქტიურად განადგურებულ მიწას და ამასთან ერთად ძალიან ძლიერ ჰერბიციდ გამძლე სარეველას. შემდეგი ეფექტი, რაშიც გამოიყენება გენმოდიფიცირებული მცენარეები. ამ შემთხვევაში ვილაპარაკოთ კარტოფილზე. ლაპარაკი არის ინსექტიციდურ ეფექტზე. ანუ კარტოფილში არის შეცვლილი გენეტიკური კოდი, რომ თვითონ კარტოფილი ებრძვის კოლორადოს ხოჭოს. მაგრამ ამასთან ერთად აღმოჩნდა, რომ კოლორადოს ხოჭო უფრო სწრაფად მრავლდება, ვიდრე გენმოდიფიცირებული კარტოფილი ასწრებს მოდიფიკაციას, ანუ უფრო ძლიერი თვისების გამოვლენას. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე სეზონის, რამდენიმე წელიწადში ჩვენ ვღებულობთ გენმოდიფიცირებულ კარტოფილს პლუს უძლიერეს, ანუ ინსექტიციდ გამძლე კოლორადოს ხოჭოს. ამას უკვე ეძახიან მსოფლიოში სუპერ მწერებს. ძალიან საინტერესო ეფექტი გააჩნია გენმოდიფიცირებულ სიმინდზე, რომლის თვისებაში არის ჩადებული ფუნგიციდური ეფექტი. ანუ სიმინდი ფაქტიურად თავისი ორგანიზმით ებრძვის სოკოვან დაავადებას. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად შეიძლება გაძლიერდეს სოკოვანი დაავადება, ანუ თვითონ სოკო როგორც ეგეთი, რამდენიმე თაობის შემდეგ. ანუ გახდება რეზისტენტური, ანუ გახდება უფრო ძლიერი, ვიდრე იყო თავი. წარმოიდგინეთ, რომ
პამიდორში არის გამოყენებული ჩრდილო ატლანტიკური თევზების გენი და შეიძლება უკვე ამ პამიდორის მოყვანა +7 გრადუსზე. რა თქმა უნდა, ეს არის არაჩვეულებრივი ეფექტი, მაგრამ რამდენად ადამიანისთვის მისაღებია ეგეთი პროდუქტი, რამდენად ორგანიზმი აითვისებს ამ პროდუქტს, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკეთ. მეორე ძალიან საინტერესო მომენტი იყო მაგალითად გვალვა-გამძლე პროდუქტების შესახებ. თურმე გამოყენებულია მორიელის და შხამიანი გველების ინფორმაცია, ქრომოსომები. იმისთვის რომ მცენარე გახდეს გვალვა-გამძლე. ბალანსი ბუნებაში არის ჩამოყალიბებული დიდი ხნის წინ. დარღვევა ხელოვნურად არავინ არ იცის რას გამოიწვევს. მოდით ვილაპარაკოთ ადამიანზე, ანუ რა ეფექტს შესაძლო გამოიწვევს გენმოდიფიცირებული პროდუქტი. წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანში შედის სულიად ჩვეულებრივი პროდუქტი, ანუ ვილაპარაკოთ პამიდორს. იმუნური სისტემა აღიქვავს დასაწყისში პამიდორს როგორც პამიდორს, მაგრამ ამავე დროს შედის ინფორმაცია, რომ პამიდრის გარდა არის რაღაც გენი, რაღაც ინფორმაცია, რომელიც არის მაგალითად ან მორიელის ინფორმაცია, ან შხამიანი გველის, ან ნებისმიერი ვირუსის, ან ბაქტერიის. იმუნური სისტემა დასაწყისში გაუგებარ მდგომარეობაში იმყოფება. ანუ ვერ ხდება პამიდორი შევიდა ორგანიზმში თუ შხამიანი ცხოველი. წარმოიდგინეთ, რომ იმუნური სისტემა არის ჯარი ორგანიზმში, რომელიც იცავს ორგანიზმს ყველანაირ უცხო ცილისგან. და უცებ შემოდის ინფორმაცია, რომ ორგანიზმში შემოვიდა არა პამიდორი, არამედ სასტიკი შხამი. მთელი ჩვენი ჯარი, ჩვენი იმუნური სისტემა დგება ორგანიზმის დაცვას. ეს ხდება ერთხელ, ეს ხდება ორჯერ, ეს ხდება სამჯერ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება გაუგებარ სიტუაციაში ორგანიზმი ვერ ხდება პამიდორს მიირთვეს ადამიანი თუ მორიელს. ეს შეიძლება გაგრძელდეს ძალიან კონკრეტული რაოდენობა დროის და მერე ხდება იმუნური სისტემის გამოფიტვა და ჩვენ ვღებულობთ ორ პროცესს, ან ალერგიზაციას, ან უკიდურეს პროცესს ონკოლოგიურ დაავადებას. იყო პროგნოზი გაკეთებული, რომ ანუ 93 წელს, როდესაც პირველად გამოიყენეს გენმოდიფიცირებული მცენარეები, ბოსტნეული, რომ ჩვენ ამ უყურთ პროცესს ნახავთ 50 წლის შემდეგ. მე ამაში ეჭვი მეპარებ. ამას ლაპარაკობ როგორც ექიმი ჰომეოპათი. მე ვხედავ დღესვე ამ პრობლემას. ნახეთ, რამდენი ალერგიული ადამიანია დღეს ჩვენს ქვეყანაში. ონკოლოგიური დაავადებაც არანაკლებია სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ გარემო არის დაბინძურებული, არის ეკოლოგიური კატასტროფა, მაგრამ მე რატომღაც გონია, რომ ლომის წილი მაინც ამ პროცესებში უჭირავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს. როგორ შეიძლება ჩვენ გადავირჩინოთ თავი? მე ვთვლი, რომ აუცილებლად საჭირო არის ადგილობრივი ჯიშების განვითარება სოფლის მეურნეობაში. ამით ჩვენ ვქმნით მრავალფეროვნებას, მრავალ სახეობას და ალბათ ვინარჩუნებთ თვით ყოფადობასაც კი. აი ეს არის ჩემი აზრი. ორგანიზმი. ბუნებრივად შეუთავსებელ ძალით ჩანერგილ გენებს შეუძლიათ როგორც საკუთარი თავის მუტაცია, ანუ ცვლილება, გარდაქმნა, ასევე უარყოფითი ზემოქმედების მოხდენა მთავარი ორგანიზმის გენებზე. გენის ჩანერგვისათვის გამოიყენება ტრანსპოზონი, ან პლაზმიდი, რომელთაც უნარი აქვს შეახციონ სხეულის უჯრედებში და შემდეგ გამოიყენა უჯრედული რესურსები თავისი მრავალი ასლის შესაქმნელად, ან უჯრედში გენად ჩასახვისათვის, რაც იწვევს სხეულის თვისობრივ და გარეგნულ გარდაქმნას. აღსანიშნავია, რომ თურმე ფერის შეცვლაც ყოფილა შესაძლებელი. ამასთანავე მცენარეებს და ცხოველებს გამოსარჩევად ფოსფოროვანი ნათება ექრებათ. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა მოუვა ასეთი პროდუქციით ნაკრებ ადამიანს. გენმოდიფიცირებით ხდება მრავალი საუკუნის წინ შექმნილი ბუნებრივი კანონზომიერებების შეცვლა და დარღვევა. შეიძლება უზუსტად ჩამოყალიბებული ბუნების ბიომრავალფეროვნება, რაც უკონტროლობაში გადაიზრდება და უდიდეს განსაცდელს წარმოქმნის. კიდევ რა შეუძლია გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს? არაერთი უცხოელი სპეციალისტი მიიჩნევს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ბიოლოგიური იარაღად. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც გამოიყენება გენმოდიფიცირებული პროდუქცია, ფაქტიურად ნებისმიერ წუთს შეიძლება მოეწყოს ხელოვნური შიმშილობა. როგორც საყოველთაო, ისე სხვადასხვა მიზნით მოსახლეობის რაოდენობის რეგულირება. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მომხმარებელი ქვეყნის ხელმძღვანელობაზე პოლიტიკური ზეწოლა. დაუმორჩილებელი მოსახლეობის ასე ვთქვათ მსუბუქი გენოციდი და ასე შემდეგ. არ არის გამორიცხული,
რომ გენმოდიფიცირებულმა ორგანოებმა გამოიწვიონ ცვლილებები ადამიანის ქცევაშიც. მიფიქრია, მაგრამ პასუხი ვერ მომინახავს კითხვაზე, რატომ არ იკრძალება ჩვენ სახელმწიფოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების თესლების შემოტანა. საქართველოში დათესვა, წარმოება და გავრცელება. საამისოდ რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს? ეს საკითხის ერთი მხარეა. მეორე მხარეს კი საზოგადოება